ვის უთხრეს მაგალითად თარგმნე შენ ქართულად Radisson Blu ივერია. საკუთარი სახელი არ ითარგმნება, მაგრამ ქართული ასოებით ხომ უნდა დავწეროთ რომ ქართული ასოებით დაწერას ქვია ტრანსლიტერაცია. ეს არ არის თარგმნა ხალხო, როცა მე ვამბობ აი სათყოფილად ზაღლის თავი დამარხა. როცა მე ვამბობ ქემელის სიგარეტზე, ქართული ასოებით წერ ქემელს, ეს არის ტრანსლიტერაცია და ამას ითხოვს კანონი და როცა მე ვწერ აკლემს ქემელის მაგივრად ეს არის თარგმნა. როდის ვინ აი ეს არის ჩვენი აზროვნების დონე. აი ომბუდსმენი წერს ამას არა? აი ესეთი რეგულების ხელშია საქართველოს ჩავარდნილი უმაღლესი უკაცრავად შენ არ ახარ ის კაცი ვისაც მე უნდა მასწავლო საჯაროდ კორექტული ლაპარაკი რას ქვია. შენ ილია ჭავჭავაძის წერილები წაკითხული გაა? ასეგებია კი წაკითხული. ამიტომ აქ იმას მოუარეთ თქვენ სერიალებზე თქვენი ტელევიზიის ეკრანი და სერიალები და რა ლექსიკა გადის და რა სქესობრივი აქტების აღნიშნულ სიტყვას პირდაპირ ლაპარაკობთ. ეგ რატომ გას კორექტურაზე არ არის საუბარი. გასაკობრივი ცენზი მითითებულია და ის ადამიანები ვისაც არ ეკუთვნის ამის ნახვა ისინი ამას არ უყურებენ. რუსეთმა ამისთვის საგანგებო კანონი მიიღო საჯარო თავშეკრის სივრცეებში უცმაწური სიტყვების ხმარება კანონით არის აკრძალული. ეს კანონი და კოცნაობა არ შეიძლებოდა ამისთვის ჯარიმდებოდნენ ახალგაზრდები. ახლა ეს რასაც თქვენ ამბობთ ახლა ეს არის სრული გაუგებრობის შედეგი. ქალაქის მერიაში არავინ ამით დაინტერესებული არ არის. რატომ? იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა ეს არ გააკეთო. და რაში აწყობთ ამის არ გაკეთება? მოდი ესე კითხვას დავსვამ. ჩვენ სულ თავიდან უნდა დავიწყოთ. რატომ არ მუშაობს მეორე წელია კანონი სახელმწიფო ენის შესახებ? ჩვენ რეკლამა რატო არის თარგმნება? აქედან კი არ უნდა დავიწყოთ ეს. არის ბატონ ლეონ თქვენი აზრი. თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც ერთმა პრემიერმა როცა ნიშნავდნენ თქვა, ჩვენ სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკას ამ და ამ დონეზე დავაყენებთ. ეს პრემიერი გადადგა, მოვიდა მეორე. იმან თქვა ჩვენ ენობრივ პოლიტიკას ასე და ასე გადავწყვეტ და გაუძღვებით და ეს მათ საარჩევნო პროგრამაში არის ჩაწერილი და ჩემი ხელით დაწერილი ტექსტია. მე ვიყავი ქართული ოცნების სახელმწიფო ენის კოორდინატორი თავის დროს. ამის შემდეგ მოვიდა მესამე პრემიერი, რომელსაც 2015 წლის 30 დეკემბერს კანონი დახვდა მიღებული. 16 წელს ბიუჯეტში იმ პრემიერის მოსვლამდე ბიუჯეტი იყო მიღებული. იმ პრემიერის მოსვლის შემდეგ მას ბიუჯეტში გრაფა დახვდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასწრულ თანხაწერია. არ გააკეთათ ერთ წელს გამამთავრებელ. 2017-ში ბიუჯეტიდანაც ამოიღო და უკვე მეორე წელი ამას იურისპრუდენციაში ქვია დენადი დანაშაული. როცა ეს დანაშაული გრძელდება, როცა შენ პარლამენტის დადგენილებას არ ასრულებ და ერთხელ გამოვიდა ბატონი კვირიკაშვილი და თქვა ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები უნდა აღზარდოთო. რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი? თუ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დადგენილებას არ ასრულებს და მე ამის მაგალითს მაჩვენებს, ხომ კორექტულად არ ნათქვამი ყველაფერი. ხო, ასეთ შემთხვევაში მე ეჭვი მაქვს რომ ის თვითონ არ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. კარგი, ერთი კითხვა, ბიუჯეტი თქვათ დარჩა ისევ, ჩვენ და უნდა დავხარჯოთ. რას გავაკეთებდით აი ამ კონკრეტული მოცემული ფულით, რომელიც იყო 2016 წლის ბიუჯეტში აღხარჯებული? რა ეწევა? ამას მე კი არ უნდა მეკითხებოდეთ ხალხო, თქვენ ჟურნალისტები ხართ და თქვენ უნდა გქონდეთ ის კანონი წაკითხული და თქვენ ნებისმიერ ბრიფინგის დროს მოსვენებას უნდა უკარგავდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. არც ერთ ჟურნალისტს არასოდეს, არც ერთ ბრიფინგზე მთავრობის არც ერთი წარმომადგენლისთვის არ დაუსვამს კითხვა 2 წელია პრემიერი კანონს არ ღვევს, რატომ მიპასუხეთ, რატომ არ აკეთებს ამას, რატომ არ ასრულებს? არა ხომ ნიკამ კითხა თქვენ როგორ ფიქრობთ რატო ჩვენ უნდა ვიმარჩიელოთ როგორ ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ ამერიკელები ეუბნებიან არ გააკეთოთ დაუშვათ ან ერდოღანმა უთხრა არ გააკეთო თურქეთის პრეზიდენტმა ხომ მე ვიღაცას გაეცინება ხომ ჩვენი ენა ვიღაცას არ უნდა შენ ეროვნულ საკითხებზე ყურადღება არა აქ პრემიერი არც ერთი არ შეხედავთ აქ და ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ მას უსმენთ მისი თანაშემწები მე მეცაც გეტყვით სახელები და გვარები ვიცი ზეპირად პრემიერის ყველა თანაშემწესა სხვათა შორის იქ ძალიან ბევრი ის არის აკვიან გარემოცვა სულ მეგრულად გაბოლოებული გვარებით არის სიტყვა შეგნებულად არის ასე გაგესებული ეს გვარები მე გამომიგზავნეს ევროპიდან და მათ შორის გამომიგზავნეს პრემიერის პირადი ტელეფონის ნომერიც მე მას მივწერე ამის შესახებ მის მობილურზე მე მას მივწერე Facebook-ით ჩემი მიერ იყო ინსპირირებული როცა ორმა ტელეკომპანიამ არათქვენმა სამწუხაროდ მაგრამ საჯარო მიმართვები გააკეთეს პრეზიდენტისადმი. ჟურნალისტმა ზაურ ნაჭყებია მას სამჯერ მისწერა პირადად წერილი. არ უპასუხა არც ერთს და არაფერს. ხალხო, ეს ამ საკითხის მნიშვნელობა ჩვენ არ გვესმის. ახლა მე თქვენ გისმენდით აქ იმ გირჩებთან დაკავშირებით. გირჩა, რეკლამის დროს ჩვენ განვიხილეთ როგორ დავამახინჯეთ სიტყვა. დიახ. ჩვენ სკოლაში ტყეებზე, ჩემი ბავშვობის დროს ლექსებს გვასწავლიდნენ. სიფელ არცხილა და მუხა ნაძვი ურთმელი ფიჭები ცაცხვი თელა და ქორაფი სულად შეკრილან ბიჭები ნეტარა დედამ გაზარდებს აღზრდა უნდა
ბავშვის ცნობიერებაში იმას რა არის კარგი, ტყეში არის კენკრა, ჟოლო, მოცვი, მარწყვი და მოცხარი, ტყეში არის სოკოები, ხეების ქვეშ გოგიდგა. ჩვენ დღეს ახალგაზრდობას ქვეყანას რამეს ვასწავლით? მე მეცაც გეტყვით, ახლა მე რომ ჩვენ ცალკე ვისხდეთ საქმე და გკითხოთ, რატომ ხართ თქვენ ქართველები ვერ მიპასუხებთ, პირობას გაძლევთ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ქართველები ვართ, მაგრამ რატომ ვართ, რა განსაზღვრავს ჩვენს ქართველობას? მარტივად გეტყვით, რა განსაზღვრავს? ენა, ჩვენს ქართველობას უნიკალური დამწერლობა, მხოლოდ და მხოლოდ ენა. ოტიაშელენმა თქვა ერთხელ, ოტია სხვათა შორის ენის პალატის სამმართველოს უფროსი იყო წყალტუბოში. ცნობისათვის, გარდა იმისა, რომ დიდი მწერალია. ბატონო, დრო გამოგეწერებას. ენა უდრის ერს. თუ შენ გინდა საქართველო იყოს ერის ქვეყანა, ქართველი ერის ქვეყანა, მაშინ შენ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ენის აღზევებით შეგიძლია გააკეთო. სხვა შემთხვევაში შეგაწყვეტინებთ იმ დროა ბულგარეთს. კარგი, წინადადება ბულგარეთთან დაკავშირებით. და მე თავი მას დაუბრუნებ. თქვენ იცით თუ არა, მე არ ვიცი. ბულგარელები არიან თურქული მოდგმის ხალხი. დაიწყეს ლაპარაკი სლავიანურ ენაზე და იქიდან ჩამოყალიბდა სხვა ერი. გადასხვა კაცდა ის. აუკლარჯეთში დღეს რონეირი ქართველი ცხოვრობს, ჩვენ არ ვიცით. და არ ვიცით საინგილოს ქართველობას რა მოუვა ამასობაში. ჰერეთის ქართველობას. ხო, თუნდა ჰერეთი დაუძახეთ თქვენ, მაგრამ საინგილოს თვითონ არ შეამოვნეთ, როცა საინგილოს იმიტომ რომ მაგ სიტყვაშია ჩადებული სწორედ სემანტიკა ისეთი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული იმ კუთხესთან, მაგრამ ჩვენ ქართველები, ხა მე ამ შემთხვევაში თქვენ თეატრალურ ნაწილში არ დაგიწყებთ კამაც, იმას ქვია ქართული ენის ინგილოური დიალექტი და ამის შესახებ უამრავი წიგნია გამოცემული და ის არის ქართულად საინგილო და ახლა თუ შეიძლება დაუბრუნდეთ ტრანსლიტერაციას, თარგმნას, რომელიც ჩვენ ავრიეთ და ცოტა აღრევა გვაქვს. ზემბაში არიან სხვა ქვეყნები, ვისაც ასევე უნიკალური დამწერლობა აქვთ. უმეტესობა ქვეყნებისა ლათინურ ენაზე წერს. როგორია მათ ქვეყანაში კანონის სწორედ დამწერლობასთან მაგალითად საფრანგეთში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ რეკლამას სხვა ენაზე დაწერილ. ვერცერთ. ვერ ნახავთ ამას გერმანიაში სხვა ენაზე დაწერილ. სხვათა შორის ერთ რამეს მაგრამ მიამბობთ. რატომ იცით ლათინური რა კია? გერმანიაშიც და საფრანგეთშიც რადისონი დაიწერება ერთნაირად, მაგრამ საქართველოს ჩვენმა ჟურნალისტებმა არ იციან ეს რადისონია თუ რედისონი. არის თუ ე, მაგრამ დააკვირდით ჩინეთში როგორ არის. აუცილებლად რადისონის და ჰოლიდეი ინიც ჩინურად წერია. საქართველოში რატო არ წერია ეს ქართულად და ც? ჯერ ერთი ქართულად უნდა ეწეროს. ორ ენაზე არ წერია. არ შეიძლება ვთქვა დავწეროთ ინგლისურად და დავწეროთ. დიახ, ამიტომ გითხარით კანონს რო იცნობდეთ, მიხვდებოდით რომ იქ წერია ეს ყველაფერი. კანონში ეს გაწერილია და ამიტომ ვიღაცამ თქვა რომ იცით რა ენა კი დავიცვათო, მაგრამ ბიზნესი არ დავაზარალოთ. რას ქვია ბიზნესი არ დავაზარალოთ? ბატონ ლევან, ბიზნესთან იმის გამო რომ ინვესტიცია ესე იგი ვაჭრებზე წინ დავაყენოთ სახელმწიფო ენა, ისაკო ვაჭრებზე უკან დავაყენოთ სახელმწიფო ენა. კანონში წერია თორნიკება, მე თუ გავწვდით შიმშილისგან, ალბათ იმიტომ არის ეს ყველაფერი რომ გაკვირვებული შემოსავალი. სწორი გზა არის. კი ბატონო, ხა მაგ გზით წავიდეთ. საერთოდ გავაუქმოთ საქართველოს როგორც სახელმწიფო რა გვინდა. შევერთეთ თურქეთს, ნატოს წევრიც გავხდებით, მშვენივრად ინგლისურათაც და თურქულათაც ვილაპარაკებთ. ეს ქართველობა რა გვინდა? შიმშილით გავწხდებით ქართველებს. რადიკალურად მოდი, რადიკალურად კი არა. აი ეს მიგვიყვანს იმ პასუხამდე. საბოლოოდ მივაყ. იმ პასუხამდე მიგვიყვანს რომ თუ შენ ერად ყოფნა გინდა, ხალხო, მე კარგი ნუ დამიჯერებთ. მართალია გვარში კი მაქვს სახელი, მაგრამ ვიღაცა კაცმა თქვა მამული ენა და საწმულება სამი ილიაზე მთავრდებოდა. ერთი გვარი და იმის. ხო, მამული ენა და სარწმუნოება არის სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩაო. რა ენა წახდეს? ეგ მეორე ორბელიანმა კიდევ. მაგრამ არ უთქვამს 4 საუნჯე გვაქვს ღვთაებრივიო, არ გვაქვს 7 საუნჯე გვაქვს ღვთაებრივიო. თქვა სამი მამული ენა და სარწმუნოება. თუ ამასაც არ მოუარეთო, რა კაცები ვიქნებითო? მე ვკითხე პრემიერს, რა კაცები ხართ? რა პასუხს აძლევთ შაუმავლობას? ილია გეკითხებათ მეთქი ამას, მე კი არა. ახლა ახალგაზრდა მეუბნება რომ იცით რა ცოტა კორექტულად არ მოვიხსენიებ კორექტულად იმას, ანუ არ არის ეს არაკორექტული, როცა მე ჩემ მიერ არჩეულ და დაქირავებულ კაცს ჩემი ამ შემთხვევაში ხალხის სახელით ვლაპარაკობ. ვთხოვ, შენ კანონს რატომ არ ასრულებ და პარლამენტმა რაც დაგავალა იმას რატო არ აკეთებ? მე ხომ მხოლოდ კითხვას გისვამ, რატომ არ აკეთებ და არა გინდა თუ არა ისე გააკეთე როგორც მე მეჩვენება. დასმულია, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ და გავიგებთ. ვერასოდეს ვერ მიიღებთ, არავინ თქვენ არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თუ გინდა დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი. ეს ხელისუფლება არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ მე უფრო კურიოზულსაც შევეცდებით აუცილებლად მოვიპოვოთ ეს კომენტარი და პირადად გაგაგებინებთ თუ რას გვიპასუხებთ. არამედ ტრანსლიტერაცია. ტერმინების აღრევის საკითხია და ეს არა ჩვენც ეს იმდენად გაუგებარი რამეა საერთოდ და ახლა რაც შეეხება ამ ბრენდებს. დიახ. კი ბატონო, იქ რადისონი რო წერია
ის ვალდებულია თავიდანვე რომ ეს ქართულადაც გააკეთოს იქვე დააწეროს. მე ბევრჯერ მithქვამს მოსკოვშიც არის რადისონის სასტუმროები. იმას სლავიანსკაია ქვია და საერთოდ რუსულად აწერია. ის არის 5 ვარსკვლავიანი თუ გინდა 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო ამადამ ვიღაცისა, მაგრამ სახელი რა ერქმევა. არა, მე რა მაქვს ჩემი კომპანია, მე მინდა რომ ამ სახელით იყოს ის თელ სოფლიოში და ეს ალბათ არ არის გასაგები. დიახ, მაგრამ იმ შენ კომპანიას აქ ივერია რატო არ ქვია და ეს რატომ არავინ არ დააკარგა? იმიტომ რომ იყიდა სწორედ ვიღაცა რადისონ ეს რეკლამის დროს გავარჩიოთ სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოვიწერა დედი